სიღარიბეში მცხოვრები ოჯახი სახელმწიფოსგან მინიმალური დახმარების აღმოჩენის იმედად არსებობს. ოჯახებს სოციალური აგენტი სტუმრობს, რომელიც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ამოწმებს. შესაძლოა, აგენტმა აღმოაჩინოს, რომ მაგალითად კომუნალურ გადასახადებზე ოჯახს უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში დიდი ხარჯი აქვს გაღებული. ეს შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ოჯახი შემწეობის გარეშე დარჩეს. ყოველდღიურად ათეულობით ასეთი ოჯახი რჩება შემწეობის გარეშე. ძირითადი მიზეზი ქულის დათვლის მეთოდოლოგიაა. არის თუ არა ქულის გადასინჯვა გამოსავალი. იმ შემთხვევაში, თუ სოციალურმა აგენტმა ოჯახის შეფასების დოკუმენტში რაიმე ტიპის მონაცემი არასწორად დააფიქსირა, მაგალითად ოჯახის 6 წევრის ნაცვლად მიუთითა 4 წევრი, მოქალაქეს შეუძლია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს და მინიჭებული ქულის კორექტირება მოითხოვოს. ამ დროს ქულა იცვლება. სხვა შემთხვევაში, ოჯახებს განმეორებითი შეფასებისთვის თვეობით ლოდინი უწევთ. ოჯახი სულ მცირე 1 წლის განმავლობაში არა მხოლოდ საარსებო შემწეობის, არამედ სოციალურად დაუცველის ქულასთან დაკავშირებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა დახმარების გარეშე რჩება. კანონმდებლობის მიერ დაწესებული ვადა უგულებელყოფს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების საჭიროებებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ ფიზიკური გადარჩენის საკითხსაც კი. სარეიტინგო ქულის ცვლილება 1 წლიანი ვადის გასვლამდეც უნდა იყოს შესაძლებელი.